ადამიანის ტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ქუთაისში ნიტიას ქუჩაზე ყოფილი მე-19 ბადრაბაღის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ხვდა. ცოტნიაშვილმა დევნილებს სამინისტრო სამომავლო სტრატეგია გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა. მინისტრის მოადგილემ დევნილებს შობა ახალი წელიც მეულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ქუთაისის ყოფილი მე-19 ბადრაბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 23 ოჯახი ცხოვრობს. დღეისდღეობით ფაქტობრივად ეს ზღვარი წყდება. დევნილები და სამინისტრო ერთად იწყებენ მოქმედებას. იმდენად რამდენადაც ეს საერთო პრობლემა, რომელიც საქართველოში დევნილთა პრობლემას უძახით, რომელსაც უძახით დევნილთა პრობლემას, უახლოეში უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. ძალიან გვეხარია, რომ ტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შობა ახალი წლის საზეიმო დღეებში გაგეკეთა ეს მცირედი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი. ამით ჩვენ ხედავთ, თითოეული ჩვენგანი ხედავს, რომ არსებობს დაიწყო კავშირი ტოლვილთა სამინისტროსა და დევნილებს შორის.